საღამო მშვიდობის, მე ესმა გუმბერიძე ვარ, მეც ვუერთდები ყვარლის ევროკლუბის და ნიკა გურინის ინიციატივას წიგნების მოყოლასთან და ამავდროულად განხილვასთან დაკავშირებით. ვარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და შესაბამისად სიამოვნებით მივიღე ეს გამოწვევა და დღეს უნდა ჩვენი თანატოლის გვანცა გუბელაძის ახალგაზრდა მწერლის წიგნ შულამელი რა ქენი საღამო მშვიდობის, მე ესმა გუმბერიძე ვარ, ვიღებ ევროკლუბის და ნიკას გამოწვევას და ვუერთდები მის ამ ინიციატივას, რომ წიგნები მოვყვეთ და გავარჩიოთ პირდაპირ ეთერში. და დღეს ვისაუბრებ ჩვენი თანატოლის, ჩვენი თანამედროვის გვანცა გუბელაძის ნაწარმოებზე, რომელსაც ქვია შულამელი გოგონები. ახალგაზრდა მწერალია, ეს მისი წიგნი გამოაქვეყნა გამოცემულ და ის არის ერთ-ერთი ბესტსელერი და ერთ-ერთ ჯილდოს ფარგლებში გამოქვეყნდა და გამოიცა ეს წიგნი. პირველ რიგში საინტერესოა იმით, რომ აცოცხლებს წარსულს, ისტორიას, ჩვენ ხომ ვიცით, როგორც ვსწავლობთ ისტორიას, რომ მშრალი ფაქტებით, ძირითადად აღწერილია ბრძოლები, ომები, პოლიტიკური საკითხები, მეფეების და ასშენებ მთავრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იურიდიული დოკუმენტები, სხვადასხვა შეთანხმებები, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩონჩხი. ამ ყველაფერს არ აქვს ფერი, ამ ყველაფერს არ აქვს ხორცი, ამ ყველაფერს არ აქვს სიცოცხლე. ან ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას წარმოვიდგინოთ, როგორ ცხოვრობდნენ ამ ბრძოლებს, გამარჯვებებს და დამარცხებებს შორის ადამიანები, ყოველდღიურობა რა იყო რიგითი, ან თუნდაც არც თუ ისე რიგითი ადამიანების. ეს წიგნი, საბჭოთა კავშირის დროს კიდევ იყო ამის მცდელობები, ისტორიის გაცოცხლების, ეს იყო მაგალითად გმირთა ვარამი, ესეთი ნაწარმოები, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ქალების მომენტი და ქალების პერსპექტივა იმ ნაწარმოებში საერთოდ არ ჩანდა. იქ იღებდნენ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ქორწინებებზე, სხვადასხვა ქალებთან დაკავშირებით და ქალები ამას უბრალოდ ისე ჩანდა, რომ ქალებიც ამას სიხარულით ეგებებოდნენ და ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც მამაკაცი, უფროსები, მეფე, მთავრები მიიღებდნენ, ყველა ამ გადაწყვეტილებას ესენი ვითომ სიხარულით ხვდებოდნენ და 100%-ით იზიარებდნენ, ხო? ეს ხო არაბუნებრივია, რომ ადამიანი ყველაფერს ხო არ შეიძლება რომ ყველაფერს თანახმა იყოს. და ყველაფერში იზიარებდეს თუნდაც მამის, ძმის, არ ვიცი, მეუღლის გადაწყვეტილებას და აზრს. ეს წიგნი ზუსტად ამიტომაა საინტერესო, მასში ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი ამბავიც არის, ანუ ერთ მთავარ ხაზში არის კიდევ პატარა ამბები, ქვეწიგნები, ქვეისტორიები, რომლებიც ყველა თითქოს იმისთვის არის, რომ მიაღწიოს იმ მიზანს, რაც წიგნის დასაწყისში წერია, რომ არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც მანამდე არ მომხდარა. ეს აჩვენებს გარკვეულწილად იმას, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების ქცევებს, ჩვენი წინაპრების ისტორიას, ისე რომ არც ვიცით ეს ისტორია. და ზუსტად ამას აჩვენებს ეს წიგნიც, ცდილობს გაგვიცოცხლოს ის დრო და შეადაროს, რომ რეალურად საკმაოდ შედარებადია ის დრო და ჩვენი დრო, თანამედროვეობასაც მშვენივრად ხატავს. მე რა თქმა უნდა გადმოვცემ ამ წიგნის შინაარსს, უბრალოდ სანამ შინაარსზე გადავალ, მინდა ეს ზოგადი მიმოხილვაც გავაკეთო. თანამედროვე პერსონაჟი, მთავარი გმირი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გადმოსცემს და ძალიან რეალისტური გმირია. თანამედროვე ქალი, ადამიანი წარმატებული დღევანდელი გაგებით, აკადემიურად, ძალიან ხშირად გადაღლილი, გადატვირთული, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ის ტვირთი, იმისთვის რომ მიზნებს მივაღწიოთ, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და ძალიან ხშირად ამ ყველაფერის გვერდზე გადადებაში ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ ავტომატურად უკვე.
ყველანაირი ემოციების გარეშე ვაკეთებთ რაღაცებს, ჩვენს დავალებებს ვასრულებთ, ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვწერთ, ვიკვლევთ, ვკითხულობთ, მაგრამ შინაგანად არაფერს აღარ განვიცდით და ამისთვის დრო არ გვაქვს. და რაღაც მომენტში ეს სტრესი ძალიან გვძაბავს და ჩვენს ზოგად ბუნება-განწყობილებას და გუნება-განწყობილებას ძალიან აისახება. ხვდებით გაღიზიანებულებით, სადღაც რჩებით რაღაც დაშტამპული აზროვნებით, კრიტიკული აზროვნების უნარი და სხვა ადამიანების მდგომარეობაში შესვლის უნარიც ერთგვარად გვეკარგება. ეს წიგნი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით ელექტრონული ფორმატითაც იყიდება. ამას უკაცრავად ტექნიკური ხარვეზე, ამას მე ასევე გავარკვევ და კომენტარებში გაგიზიარებთ. ხო, აქვე გთხოვთ, რომ კომენტარებში დაასვათ კითხვები ან გააზიაროთ თქვენი იდეები. მეც და ასევე გვანცაც დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნება, რომ ჩაერთოს ამ დისკუსიაში და პასუხიც გაგცეთ ერთგვარი. და ზოგადად, ხო, ანუ არ დავტოვოთ, უყურადღებოთ ეს კომენტარები. წიგნი იწყება მოკლედ იმით, რომ გოგო ახალგაზრდა 26 წლის ქალი, რომელიც ქართველი, რომელიც სწავლობს შვედეთში, იცავს სადოქტოროს, არის ხელოვნებათმცოდნე და ჩამოდის საქართველოში ფრესკების საკვლევად. მას შვედეთში უკვე ყავს საქმრო, ძალიან წარმატებული ეკონომისტი, რომელიც ასევე სულ გადარბენაზეა, თან საუზმობს, თან ტელეფონზე ელაპარაკება, დაუშვათ ყოველი წუთი გაწერილი აქვს აეროპორტში რომ მიიყვანს ეგრევე გარბის სხვა შეხვედრებზე. არასდროს თავის გრაფიკს არ გადაუხვევს, ძალიან ორგანიზებული, მეთოდური ადამიანი. და ის ჩამოდის საქართველოში. ეს გოგო ლილე. და პირველი რასაც აღმოაჩენს თავის სახლში არის ფოტოები თავისი სტუდენტური ცხოვრების, ჯერ კიდე საქართველოში როცა ცხოვრობდა და სწავლობდა. მათ შორის ის და თავისი მეგობრები და მაშინდელი შეყვარებულიც როგორ წავიდნენ შუამთაში. შუამთის მონასტერში და გადაწყვიტა, რომ ახლაც შუამთის მონასტრის ფრესკები ეკვვლია სწორედაც რომ. და გამოდის საღამოს რაღაცის საყიდლად, უფუჭდება ის მანქანა, რომლითაც უნდა წავიდეს შუამთაში. და ბენზინგასამართ სადგურზე ხვდება ზუსტად იმ შეყვარებულს, რომელიც თავის დროზე მისთვის ძალიან გაუგებარი და მოულოდნელი მომიზეზებით დაშორდა. უბრალოდ უთხრა, რომ ცოტა ხანს მარტო უნდა ვიყო. შეხვდა და ამ გოგომ თხოვა ლილემ, რომ თუ შეგიძლია, რადგანაც ეს მანქანა კაცმარეთის როდის გაკეთდება, რომ შენ წამიყვანო შუამთაში. რადგანაც როგორც ყოველთვის ეჩქარება პროექტის განხორციელება, იქ მასალები აიღოს, მე უნდა გადაამუშავოს ეს ყველაფერი, ცოტა დრო აქვს, უნდა ჩააბაროს დისერტაცია თავის ხელმძღვანელს და ასე შემდეგ. ჩადიან შუამთაში და შემთხვევით ჩაეკეტებათ ერთ-ერთი საცავის რაღაც სათავსოს კარი. ვეღარ გამოდიან გარეთ და ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე გამოანგრიონ და დაიწყებენ იქ მიწის ამოთხრას, იატაკის ამოყრას. და ამ დროს აღმოაჩენენ ხელნაწერს, რომელიც აღმოჩნდება, გამოდგება თინათინ გურიელის, რომელიც მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, იყო კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, ანუ კახეთის დედოფალი, გურული, რა თქმა უნდა, წარმოშობით გურის მთავრის შვილი, ასული, აღმოაჩენს მის დღიურს. სწორედ ეს მონასტერი დააფუძნა თავის დროზე თინათინ გურიელმა. და შემდეგ მან მონაზნოდ აღიკვეცა და იქ გარდაიცვალა კიდეც. და ამიტომ ეს დღიურიც იქ იყო. და დაიწყებენ ამ დღიურის კითხვას. დღიურში წერია იქ იწყებს მოყოლას იმით, რომ მამამის სახლში ყავდა გამოკეტილი, არ უშვებდა სასახლის ეზოს გარეთ. მარტივი იმიტომ, რომ ჯერ ძალიან ბევრი ყაჩაღი დადიოდა, ვიღაცას არ მოეტაცა, სადმე არ გაეყიდა, არ გაეძარცვა,
ძალიან ძნელი იყო, მაშინ არეული დრო იყო ისედაც. მაგრამ ასევე თუნდაც იმიტომ, რომ ვინმე არ შეყვარებოდა მამის ნების გარეშე, გათხოვებამდე, იმიტომ რომ ითვლებოდა მაშინაც, იცოდნენ ეს, რომ თუ კი ადამიანს ვიღაც უკვე უყვარს, მოწონს, ამ დროს სხვა ადამიანზე დაქორწინება არის საკმაოდ ძნელი. რომ მიიჩნეოდა, რომ თუ პრინციპში გოგოს არავინ არ ყავს, არავინ არ მოწონს, არ უყვარს, არისთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. თუნდაც მისთვის უცნობ საერთოდ ადამიანზე დაქორწინება ნაკლებად პრობლემური იქნება მისთვის. ეს თინათინი მაშინ 13-14 წლისა, როცა ამას წერს, უყურებს თავისი მოსამსახურეების და თავისი ტოლი გლეხი გოგოების სილაღეს, როგორ ბანაობენ, როგორ დარბიან ყანაში, ეზოში, ის კი უნდა იჯდეს და უნდა ქსოვდეს, რთავდეს, წერდეს, კითხულობდეს და ასე შემდეგ. სულ აქვს ეს ამბოხის გრძნობა. ერთადერთი მამამისმა ჯირითი ასწავლა, დაუშვა, რომ მას ესწავლა ჯირითი ცხენზე. ესეც არ იყო ჩვეული ამბავი, იმიტომ რომ დედამისი ამას ეწინააღმდეგებოდა და აქედანაც ჩანს. მოკლედ აი ამ თაკარა დღეს თინათინი გადაწყვეტს, რომ გაიპაროს თავისი ცხენით და გაიჭრას ველად. უბრალოდ სასახლის კარს მიღმა. როდესაც ის ცხენს გააჭენებს გარეთ, იქ გაიცნობს ერთ ბიჭს, თავის თანატოლს, გლეხს, სოფლელს, რომლის მამაც მუშაობს და მსახურობს გურის მთავრის ამალაში, სამხედროა, დღევანდელი გაგებით. დედა არ ყავთ, იმიტომ რომ დაიღუპა ერთ-ერთი ეპიდემიის დროს, სხვათა შორის ნიშანდობლივია. და ის ბიჭი გააცნობს, წაიყვანს სოფელში, აჩვენებს იქ, როგორ ცხოვრობს ხალხი, ისლით გადახურულ სახლებში, ნახევრად დაანგრეულში ზოგი, იმიტომ რომ მიწის ძვრისგან, ზოგს ეპიდემიაში მოუკვდა, მაგალითად მამა და ქმარი, ზოგი მარტო ზრდიდა ავადმყოფ შვილს, ზოგიც მიწის ძვრის შემდეგ დაზარალდა და როგორღაც შეაკოწიცა რამე სახურავი რო ქონოდა თავზე მჭერი მარტივად რო ვთქვათ. დაასწრო ქორწილს, სადაც პატარა გოგოს ათხოვებდნენ მასზე მის ბაბუის ტოლა კაცზე და თქვა, რომ ეს კაციო მას დაიცავს გატაცებისგან ალბათ, არ ვიცი, ალბათ ფინანსურად უფრო შეძლებული იყო. ამ ყველაფერს მოკლედ აჩვენებს და ამ გოგოს თინათინს ის შეუყვარდება. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, სტატუსიდან გამომდინარე, მამამისი, მამია გურიელი, თინათინის მამა, ოცნებობს, რომ მისი შვილი გახდეს კახეთის და ზოგადად შემდეგ უკვე გაერთიანებული საქართველოს დედოფალი. უნდა რომ მეფეს გააყოლოს ცოლად. ამაზეა მთელი ეს დღიური გარკვეულწილად, რომ ამას გაიგებს რაღაც პერიოდის შემდეგ თინათინი, რომ ის იმ მეფეზეა დანიშნული. ექნება პროტესტი და დედამის ეტყვის, რომ მე არ მინდა, არ ვიცნობ მას. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, როგორი ადამიანია, ის მეორე ბოლოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მაგრამ დედამისმაც ყურად არ იღო. მაგას მნიშვნელობა არ აქვსო, შეეგუები და ასე შემდეგ. და მაშინ მან თხოვა თავის ამ შეყვარებულს, რომ მოეტაცებინა, თუმცა მან ვერ მოიტაცა. ხო, აქვე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ეს სასიყვარულო კომპონენტი ამ წიგნს ახლავს. ეს ძალიან ბუნებრივია და იმიტომ რომ ჩვენს ცხოვრებასაც ახლავს ეს ყველაფერი თან და შესაბამისად წიგნსაც. და კიდევ პატარ-პატარა გამონათქვამებია ისეთი, აი ძალიან ბევრის მეტყველი ამ წიგნში, რომელიც ძნელი გადმოსაცემია ის დიალოგები, როგორ აღწერს ავტორი რაღაც სიტუაციებს. ერთ-ერთი ესეთია მაგალითად ზოგჯერ ოცნების ასრულება არც ისეთი შთამბეჭდავი გამოდის, როგორც ოცნებაში წარმოგვედგინა რაღაც და არ არის აუცილებელი, რომ ისეთივე კარგი იყოს, როგორც გგონია. ის ბიჭი არ მოიტაცებს. ნუ, ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რატომ, რისთვის და ასე შემდეგ. და მას, რა თქმა უნდა, გააყოლებენ ცოლად ამ კახეთის მეფეს. ეს პრინციპი, მაგრამ ეს წიგნი არ არის მთლად, ანუ
ესე ერთ ეპიზოდად არ არის ჩაკითხული თინათინის დღიური. იქ არის ჩართვები უკვე ანუ თანამედროვე ცხოვრებიდან. ლილე პარალელურად იკვლევს იმ ფრესკებს, პარალელურად ეს ყოფილი შეყვარებული წაიყვანს მას, გააცნობს შუამთაში, კახეთში მის ახლოს ხალხს, ადამიანებს, იქ მოყვებიან წვიმაში და აღმოჩნდებიან ოჯახში, თავს შეაფარებენ ოჯახს, სადაც ცოლი და ქმარი არიან და ბევრი შვილი ყავთ, სადაც სამი გოგო და მეოთხეს ბიჭს ელოდება, ორსულად არის დედა და ამბობს, რომ ჩემი ქმარი იმსახურებს, რომ გვარის გამგრძელებელი გავუჩინო. ანუ ჩანს აქაც ეს მომენტი, რომ გოგო სასურველი შვილი იყო, იმდენად რამდენადაც ბიჭი შვილიც ყავს. სხვანაირად ერთგვარი ჩრდილი ადგას ხოლმე ქორწინებას. ანუ ეს ყველა სტერეოტიპი ძალიან კარგად არის ნაჩვენები ის, რომ ეს გოგო ახალგაზრდობაში გაიპარა თავის დროზე და ოჯახი ესე შექმნა, რომ დედამისი დღემდე ანუ ათეულობით წელია რაც არ ელაპარაკება, რომ უნდოდა ბავშვობაში ხან ექიმობა, ხან ექთნობა, მაგრამ ვერ ისწავლა, ვერ იმუშავა, იმიტომ რომ გათხოვდა და დარჩა სახლში. მარტო შვილების მომვლელად. და ესეთი პატარ-პატარა ისტორიები ძალიან ბევრია. არის 17 წლის გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის ისტორია, მის მიერ აბორტის გაკეთების ისტორია და ასე შემდეგ. და ამ ცხოვრებას როგორც ცდილობს რომ რეალობას გაექცეს და ოცნებებით იცხოვროს, ანუ ალტერნატიული რეალობა შექმნას ერთგვარი იმ გოგოს მცდელობები. და პარალელურად კითხულობენ ამ წიგნსაც. აღწერილია, რა თქმა უნდა, ქორწილი, სადედოფლო, შემდეგ ის რომ პირველ ორ გოგოს გააჩენს. ხო და ძალიან ბევრი პარალელია, ანუ ის რომ ეს ორივემ იქაც და აქაც შეყვარებულებმა ეს გოგოები მიატოვეს, ის რომ ცოლად ერთ შემთხვევაში თინათინი გააყოლეს და ლილე მიყვებოდა, ანუ საცოლე იყო. ძალიან ისეთი ჭკვიანი, წარმატებული კაცის, რომელსაც ობიექტურად რო ვთქვათ, არაფერი დაეწუნებოდა, არც სოციალური კლასი, არც არ ვიცი სხვა რამ, მაგრამ ნუ მათ ისეთი ურთიერთობა ამ ადამიანებთან არ ქონდათ და ისეთი მიზიდულობა და რაღაც ემოციური კავშირი, როგორც უნდა ყოფილიყო. კი, წარსულში მე-16 საუკუნეში თინათინის შემთხვევაში ეს პირდაპირ იძულება იყო ოჯახის მხრიდან. მაგრამ დღევანდელობაში ლილესთან მიმართებაში ეს უფრო იყო რაღაც არა პირდაპირი იძულება, არა ოჯახიდან, არამედ უფრო სამეგობროდან, ზოგადად გარემოდან, რომ რა ითვლება კარგად, რომ ხო სტაბილურ ცხოვრებას მოუტანდა ის ევროპელი წარმატებული ეკონომისტი, ბიზნესმენი და ასე შემდეგ. უზრუნველ ყოფილს, ხო, გარანტირებულს. და ასე შემდეგ. ხო, ორივე შემთხვევაში ეს ესენი ძლიერი გოგოები იყვნენ, თუმცა რაღაც მხრივ რაღაცა გამბედაობა სადღაც ალბათ დააკლდათ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს, ეს პარალელები. ის რომ თინათინსაც პირველი ორი გოგო გაუჩნდა და დედამთილს ეს ძალიან არ მოწონდა, ყოველთვის მოითხოვდა მისგან რომ ვაჟი გაეჩინა, თითქოს ეს მასზე იყო დამოკიდებული და პირდაპირ დაემუქრა მეორე გოგოს გაჩენის შემდეგ, რომ თუ ბიჭს არ გააჩენ და უფლისწულს თუ არ გააჩენ, იძულებული ვიქნებით რომ სხვა მეუღლე მოუძებნოთ მეფეს. და იქ ერთ-ერთი მომენტია, რომ ფრესკაზე ლილეს მეგობრები ეუბნებიან, რომ ზუსტად თინათინის და ლევანის გამოსახულება იყო შუამთის მონასტერში და ეუბნებიან, რომ ამ მეფემთავრების ცოლებს მეტი სხვა საქმე არ ჰქონდათ მონასტრების და ეკლესიების აგების გარდაო და ზუსტად ეს ჩანს იქ თინათინი ამას ამბობს, რომ ახლა მე თუ სიყვარული არ მეღირსა და არც არაფერი არ მეღირსა, აქ ადამიანებს მაინც დავეხმარებით ჩემ გარშემო და ნუ აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, მონასტერს აშენებს და ასე შემდეგ და ამ ყველაფერში
შემთხვევით გადააწყდება თავის ყოფილ შეყვარებულს, რომელიც მიაგნებს, გადაივლის მთელ ამ საქართველოს და ესე გადაეყრება მოძებნის მას და ისევ უდგათ საკითხი, ისევ ფიქრობს გაქცევაზე, უკვე 3 შვილის დედა, ხო, მათ შორის უფლისწულის დედაც, მაგრამ ბოლო წუთას გამობრუნდება თავის შვილებზე ფიქრით, რომ მოღალატის შვილებიც შეიძლება ქუჩაში გაყარონ, მოიძულონ და აქციონ მოწყალების მთხოვნელებად. ბრუნდება უკან, თუმცა მისი დედამთილი როგორც ეტყობა, უთვალთვალებდა და შემდეგ მოდის და ეუბნება, რომ შენ მონასტერში უნდა წახვიდე, ჩემი შვილი აუცილებლად გახდება გაერთიანებული საქართველოს მეფე, ამისთვის საჭიროა, რომ ერთ-ერთი დაღესტნის მთავრის შვილი მოვაყვანინოთ, მას შევთოთ მას ცოლად. პოლიტიკურად ეს იქნება ხელსაყრელი. შენ კი მას უღალატე, მე შენ დაგინახე, ამიტომ ხმას ვერ ამოიღებ, თუ არ გინდა რომ შენმა შვილებმა შენ შვილებს სახელი გაუფუჭდეთ, შენ შვილებს მომავალი დაეკარგოთ, ამიტომ შენინებით წახვალ მონასტერშიო. და თან ელენე ამ ყველაფერს აყოლებს თავისი შვილის გადარჩენის და თავის გადარჩენის ისტორიას. ესეც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო მომენტია ამ წიგნში, რომ რეალურად მეორე მხარეც არსებობს. მაგალითად, თინათის თავისი დედა ქეთევანი ეუბნება ამ მის შეყვარებულზე, რომ რა ცხოვრება გექნება მასთან, რიგით მეომართან, თუ რამე დაავადება იქნება, ან შიმშილი, ან შემოსევა, როგორც რიგითი ადამიანი, არაფრისგან არ იქნები დაცული. ყველა ეს საფრთხე, ყველა ეს უბედურება და განსაცდელი შენ მოგაკითხავს პირველ რიგშიო. რაც რაღაც მხრივ მართალი იყო იმ დროს, ნამდვილად ასე მოხდებოდა. ხო, სამწუხაროდ გოგოშვილი მემკვიდრედ არ ითვლებოდა, არანაირი სამკვიდრო წილი მამისეული სახლიდან მას არ ერგებოდა, ამიტომ ფინანსურადაც ვერ იქნებოდნენ უზრუნველყოფილნი და ვერანაირადაც. მოუწევდათ მიწაზე შრომა, შიმშილი და ასე შემდეგ. და აქვე არის ელენეს ისტორიაც, ხო, რომელიც ასევე საკმაოდ ბოროტულად იქცევა, ხო, ისტუმრებს რძალს ძალით მონასტერში. სხვა შორის აქვე ვიტყვი, რომ მონასტერში იძულებითი აღკვეცა არ იყო უცხოხილი ქრისტიანული სამყაროსთვის. ხო, პირველი ცოლის ან ზოგადად ცოლის მოშორების მიზნით ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა. ეს კიდევ ჰუმანურ მეთოდად ითვლებოდა, ზოგი მეფე, ტირანები პირდაპირ კლავდნენ კიდეც, ან ჩუმად, ან სიკვდილის ჯიდნენ, ან უფრო ხშირად წამლავდნენ თუნდაც. მაგრამ ეს რა თქმა უნდა თვითონ ამ იდეას უსვამდა ხაზს, ხო, იმიტომ რომ ცხოვრების მიტოვება, ან მონასტერში წასვლა ქრისტიანული წესებით და იდეით უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით, ანუ სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ ადამიანს ვკლავთ, ანუ ერთგვარად. და რა თქმა უნდა, თუ ის არ არის მორალურად მზად და არ აქვს მიმღებლობა, რომ გახდეს ბერი მონაზონი, ეს ფარისევლობას ამკვიდრებს, ხო, ერთგვარს. მის გაბოროტებას იწვევს, მოკლედ ყველაფერს იმას პირიქით, რასაც წესით არ უნდა იწვევდეს. რასაც არ უნდა იწვევდეს. და ელენეს ისტორია, ხო, რომელიც პრაქტიკულად მკვლელი გამოდის, ხო? და ერთგვარ უსამართლობის შემოქმედით. თინათის მოეკითხება ის, რაზეც მას თანხმობა არ მიუცია, რაზეც მას თანხმობა არავის არ უკითხავს თავის დროზე. და ახლა, როდესაც უკვე რამდენიმე შვილი გაუჩინა მეფეს, ესე იგი გამოდის თავისი მისია შეასრულა, ახლა იშორებს თავიდან დედამთილი. მაგრამ მისი ისტორიაც ზუსტად ამას მეტყველებს, რომ მასაც ძალიან დიდი ძალადობა აქვს ნანახი.
მისმა ქმარმა, ანუ ლევანის მამამ, თავის დროზე მოკლა თავისი მამა. შემდეგ როგორ გარდაიცვალა ის ავგიორგის გით წოდებული მეფე, ამ წიგნიდან არ ჩანს და მეც არ ვიცი, ისტორიიდან ნამდვილად არ მახსოვს. მაგრამ ფაქტია, რომ ელენე ქვრივად დარჩა თავის შვილებთან ერთად და ლევანს დაძდევდნენ სხვა მემკვიდრეები, სხვებმა დაიკავეს სამეფო ტახტი და მას დაძდევდნენ მოსაკლავად, პატარა ბავშვს და მის დედას შესაბამისად. და ეძებდნენ ყველგან და ამ ძიების პროცესში ძალადობდნენ, აყაჩაღებდნენ ადამიანებს, უვარდებოდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, სცემდნენ და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად ერთ-ერთმა თავადმა ისინი შეიფარა, ესე იგი ელენე და ლევანი. და როდესაც მათაც მიუვარდნენ ეგრეთ წოდებულ ჩხრეკაზე, იმ თავადმა გადააცვათ მონების ტანსაცმელები და ისე ვითომ ემსახურებოდნენ მას. მაგრამ მეფის ნათესავი იყო მოსული საჩხრეკად და ძალიან დიდი ალბათობა იყო შეიძლება და ეცნო ბავშვი. მაგრამ გადაიარა ამ უბედურებამ, ვერ იცნო, გადარჩა ლევანიც და ელენეც მაშინ. შემდეგ ტყე-ტყე დარბოდნენ, დადიოდნენ. წარმოვიდგინოთ, ხო, ამ ელენეს ცხოვრებაც რა იყო. რომ მთელი მისი ახალგაზრდობა, ჯერ ერთი ალბათ მამის მკვლელი ქმარი როცა ყავს, არ ვიცით ხო, როგორ ექცეოდა ცოლს, როგორ იქცეოდა ზოგადად ოჯახში და ასე შემდეგ, ყველაზე მარტივად, რო ვთქვათ. შემდეგ როცა ეს ქმარიც დაიღუპა, დარჩა დაუცველი და მისი შვილის და მის პირად უსაფრთხოებაზე გადიოდა ეს საქართველოს გაერთიანება და ლევანის მიერ მთელი საქართველოს მეფობა. შესაბამისად, მისიც რაღაც მხრივ შეიძლება გავიგოთ, რატომ იყო ასე გაბრაზებული და ასე მონდომებული, რომ ნებისმიერ ფასად თუნდაც განქორწინების ფასად მის შვილს მეტი ძალაუფლება მოეპოვებინა. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს, არის კომუნიკაციის ნაკლებობა და ზოგადად ამ წიგნში. ამას ესე ვერ გადმოვცემ ზეპირად, იქ ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალია, რომელშიც ეს ჩანს, როგორც ლილეს, ანუ თანამედროვე თინათინის ერთგვარის, ასევე თინათინ გურიელის ამბებში. ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ ადამიანები ხშირად არ ამბობენ ბევრს, არ ლაპარაკობენ იმას და არ ეუბნებიან ერთმანეთს იმას, რასაც რეალურად ფიქრობენ. უნდათ რომ მოაჩვენონ, რომ ჩემთვის ეს არანაირი მნიშვნელობა მას არ აქვს, როდესაც რეალურად აქვს. და ამის გამო ძალიან ბევრი სხვადასხვა გაუგებრობა იჩენს ხოლმე თავს. და მოკლედ ყოველივე ამის შემდეგ თინათინს მოუწევს მონასტერში წასვლა. მონასტერში წასვლამდე ის ასწრებს კიდევ, რომ ქმარი მეფე მიუგდებს იმ საპყრობილის გასაღებს, სადაც ის შეყვარებული მისი ყავს დამწყდეული, ხო, მან ის დააჭერინა და მოკლას უპირებდა. მაგრამ შურისაძიებლად, დედოფლის გასამწარებლად, უნდოდა რომ საბოლოს კი არ ენახა, იმიტომ რომ ზუსტად მისი საკნის გასაღები არ მისცა, მაგრამ მის კართან დამდგარ იყო და დალაპარაკებოდა და ენახა ესეც სუსტ და დამცირებულ ნაწამებ მდგომარეობაში. ის მართლაც ელაპარაკება თავის ამ შეყვარებულს, ხო, ვინც უყვარდა და მოწონდა და შემდეგ უწევს შვილებთან ერთად მონასტერში წასვლა მეორე დილით. თავიდან შვილებიც გაუგდია ლევანს სახლიდან, თუმცა შემდეგ რამდენიმე კვირის შემდეგ შვილები მან დააბრუნა. ის კი დარჩა იქ მონასტერში. ამასობაში გვანცა ამთავრებს თავის კვლევას, ფრესკების და უნდა დაბრუნდეს, დაიცავს დისერტაციას, ყველაფერს, მაგრამ აი ამ მთელ მოგზაურობაში, მარტივად რო ვთქვათ, ის იგებს და ხვდება, რომ მისი საქმრო მას იმდენად არ უყვარს, არ მოწონს, არ იზიდავს, უბრალოდ გონებით აქვს გააზრებული, რომ ეს კარგი კავშირი იქნება
ორგანიზაციული თვალსაზრისით, სამეურნეო თვალსაზრისით, კომფორტული იქნება მასთან ცხოვრება, სტაბილური და ასე შემდეგ. და ამას გადაიაზრებს და მოინდომებს, რომ უკვე პრინციპში მასაც დაშორდეს. იქ სხვა ბევრი ფაქტორი ჩანს, თუნდაც თავის პირველ სტუდენტობის დროინდელ შეყვარებულთან დაშორების ამბები, რომ იმას თურმე მამა დაეღუპა, რაც ლილემ არ იცოდა და მისმა საუკეთესო მეგობრებმაც კი არ უთხრეს ეს თავის დროზე, ზუსტად იმიტომ და ეს შემდეგ იმით გაამართლეს, რომ ახლა ხომ ბედნიერი ხარ და უნდა იყო, იმიტომ რომ ასეთი კარგი წარმატებული ადამიანი გყავს გვერდით და საქმრო. პრინციპში ასე მთავრდება ეს წიგნიც. დანარჩენი ეს აღწერები, ამინდის, წვიმის და ასე შემდეგ მართლა უნდა წაიკითხოთ იმისთვის, რომ კარგად შეიგრძნოთ ამ წიგნის სულისკვეთება. ხო, ერთი რატომ შულამელი გოგოები? მე ვახსენე, რომ ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი ქვეისტორია არის ამ წიგნში თქო და ერთ-ერთი მოყვანილი არის ძველი აღთქმიდან მომენტი, როდესაც მაშინ მრავალცოლიანობა დაშვებული იყო და სოლომონს ერთი გოგო მოწონდა, ზუსტად შულამიდან, ესეთი ადგილიდან, საცხოვრებელი, ქალაქიდან, დასახლებიდან, მაგრამ ეს გოგო მას გაექცა, ქორწილიდან ან ქორწილამდე მოასწრო გამოქცევა თავის შეყვარებულთან ერთად და თავიდან მეფის მდევარი მას დაედევნა, თუმცა შემდეგ სოლომონმა თქვა, ჯობია თავი გავანებოთ, იმიტომ რომ რომც მოვიყვანო იძულებით, მე ამით ბედნიერებას ვერ ვნახავ. და არც მე არ გამახარებს, არც თავის თავს არ გაიხარებს. და სწორედ ესე მოხდა პრინციპში ლევანის და თინათინის შემთხვევაშიც. არც ლევანისთვის ყოფილა ეს ქორწინება ბედნიერი და ეს ჩანს მის სიტყვებში უკვე, როდესაც თინათინი მონასტერშია და შვილების წასაყვანად რომ მოაკითხავს ამ მონასტერს, ამბობს, რომ რატომ არ დამიფასე, რატომ არ დამაფასე, მე ყველაფრის მოცემა შემეძლო შენთვის და მე შენ მიყვარდი და შენ კი სულ გძულდიო. დანარჩენი მინდა რომ წაიკითხოთ ეს წიგნი, საინტერესო კითხვას გისურვებთ და დროებით. კითხვებს აუცილებლად ვიპასუხებ, ახლავე გამოვხსენ ლაივს. პრინციპში იქნება გამომივიდეს. ძალიან ბევრი კომენტარია, ამიტომ ჯობია რომ ეს ლაივი ესე არ გავაგრძელოთ და ამ პროგრამას ეს არ წავაკითხო. ამიტომ ჯობია რომ მე ახლა ეს ლაივი დავასრულო და შემდეგ ეტაპობრივად ყველას აუცილებლად გამოვეხმაურები. მე მიხარია რომ ესეთი გამოხმაურებაა, ამდენი კომენტარია, ეს ნიშნავს რომ ინტერესი არის ამ წიგნის მიმართ. მისი პრეზენტაცია ჩატარდა მართლაც რამდენიმე საქართველოს რამდენიმე რეგიონში. სანამ კორონას ამბები მოხდებოდა. ეხლა ვეცდები. ვაპირებდი ზუსტად 9 საათში ჩატევას და თითქმის